გუშინ მოვისმინე პრეზიდენტის განცხადება, რომელიც თავისი არსით იყო მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება, როცა მას სურ სიტუაცია წარმოაჩინოს, ისე თითქოს არაფერი არ იცოდა რა ხდებოდა ქვეყანაში, ეს ყველაფერი იყო თვითნებობა, თვითინიციატივა და სააკაშვილი ამ ყველაფერთან იყო გარეთ, ანგელოზია დაფრინავს და შესაბამისად მიწაზე რა ხდება, არაფერი ეს მან არ იცოდა. შესაბამისად ესეთი პოზიცია მიანიშნებს ამ პიროვნების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას მისი თანამდებობრივი და მოქალაქეური მოვალეობის მიმართ. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ სისტემური დანაშაული ნიშნავს, რომ ეს ხდება ყველა განყოფილებაში და ეს ხდება აკეთებს უამრავი პოლიციელი. სწორედ 2003 წლის რეფორმების შედეგად ეს სისტემური დანაშაული ვერ იქნებოდა, ის რომ რეფორმა არ იყო მიყვანილი ბოლომდე და რჩებოდნენ ასე ვთქვათ კადრები, რომლებიც მანამდეც მუშაობდნენ. ეს არის რასაკვირველია პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ნაციონალურ მოძრაობას, ის რომ მან ბოლომდე ვერ მიიყვანა რეფორმა და დატოვა თანამდებობებზე ის ადამიანები, რომლებიც მანამდე იყო